გამარჯობათ, ჩვენ გვაქვს ოდნავ ცვლილებები გაკეთებული იმისათვის, რომ რაც ქონდა შემთხვევები ბავშვები რო ერთმანეთს ხმას უთიშავდნენ, ერთმანეთს ჯგუფიდან აგდებდნენ და ასეთ შემდეგ, ეს რო აღმოგვეფრა, პატარა ცვლილებები გაქვს, არაფერი რთული, უბრალოდ ზარის წამოწყების სტრუქტურა არის შეცვლილი. ჩვენ ვაკეთებთ ისევ როგორც ვაკეთებდით, ანუ შევდივართ კონკრეტულ დროს, კონკრეტულ კლასში, აი მაგალითად მე პირობიდან შევედი სამოქალაქო 10 და ვხედავ, ჩვენი ჩვეულებრივი ფანჯარა არის, უბრალოდ დაემატება ის, რომ ჩვენ გვექნება ყოველთვის აქ დაგეგმილი შეხვედრა. ანუ ეს კალენდრიდან არის გაკეთებული, თქვენ არაფერი არ გიხებათ, უბრალოდ აქ ყოველთვის გამოგიჩნდებათ დაგეგმილი შეხვედრა. მაგალითად მე სამოქალაქო მე-10 კლასში ყოველი სამშაბათი პარასკევი დილის 10:30-ზე მაქვს. ხო, ანუ ყველას გექნებათ ინდივიდუალური. გაკეთებული. ოღონდ აქ ზარის წამოწყებაში არის თავარი საქმე. თუ ჩვენ აქამდე ზარს ვიწყებდით აი მარჯვენაზე დაკუთხე შეხვედრიდან, აი კამერა რო არის. ეხლა ასე აღარ დავიწყებთ შეხვედრას. შეხვედრას დავიწყებთ დაგეგმილი შეხვედრიდან. ანუ აი ეს რაც გვიჩანს ყოველთვის ასე რომ ეს ჩვენი კალენდარიდან არის ეს დაგეგმილი შეხვედრა. და აქაც მარტივია ძალიან. ვაწვევით დაგეგმილ შეხვედრას, გვეხსნება ესეთ ფანჯარა, მე გაწევრიანება და მეტი არაფერი სირთულე. დაიწყო ზარი. ანუ აქ უკვე ვინც იქნება შემოსული მოსავლეები, ყველას აქვს შეზღუდული შესაძლებლობები. ანუ ისინი ვერ ურთიშავენ სხვას ხმას, ვერ აგდებენ სხვას, ვერაფერს ვერ აკეთებენ პროგრამაში. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ ბავშვს მივცეთ უფლება რომ პრეზენტაციის გაზიარების უფლება ქონდეს და სხვა დამატებითი ფუნქციები, ჩვენ შეგვიძლია მივიტანოთ მაუსი ამ კონკრეტულ მოსწავლეზე, დავაწვიოთ ამ სამ წერტილს და დავაწვეთ გახადეთ წარმდგენი. ამას რომ დავაწვევით გვაგვაფრთხილებს რომ დარწმუნებული ხარ, დიახ, შევცვალოთ და ეს უკვე გახდება წარმდგენი, ანუ ექნება ყველა ფუნქცია, რაც მასწავლებელი. თუ გვინდა რომ აღარ ქონდეს ეს ფუნქციები, დავაწვევთ ისევ, გახადეთ დამსწრე. გავხდით დამსწრეს და მორჩა, არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება. ანუ ამ ზარის ამ წამოწყების მეთოდით ჩვენ ამ ხარვეზებს გამოვასწორებთ. რაც გქონდა რომ ბავშვები ერთმანეთს აგდებდნენ და უთიშავდნენ ხმას. ანუ განსხვავება ერთ-ერთი ის არის, რომ ზარს ვიწყებ არაჩვეულებრივად, როგორც აქამდე ვაკეთებთ, არამედ აი რაც გამოგვიჩნდება ყველას უკვე კლასში დაგეგმილი შეხვედრიდან, ვაწვევით აგრეთვე შეხვედრას, გაწევრიანება და მორჩა. მეტი აქ არაფერი სირთულე არ არის.